მართ ხდება თუ არა დემოკრატია მსოფლიოში. არსებობს ძალიან საინტერესო წიგნი Spin Dictators ქვია, დიდ კვლევაზე არის დაფუძნებული და არის ასეთი თეორია, რომ მსოფლიოში ავტორიტარული რეჟიმები ძალიან შეიცვალა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ჩვენ რო შევხედოთ მე-20 საუკუნის შუაში, როგორ დიქტატორები იყვნენ, ძირითადად სამხედრო ფორმები ეცვათ, გაცილებით რეპრესიულები და აგრესიულები იყვნენ და შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად არც კი მალავდნენ, რომ დიქტატორები არიან. დღეს ჩვენ გვაქვს განსხვავებული სიტუაცია. მსოფლიოში პრაქტიკულად ვერ ნახავთ სახელმწიფოს, რომელიც აღიარებდა, რომ დემოკრატია არ არის. ანუ ყველა იბრალებს, როგორც მინიმუმ დემოკრატიულია, ჩრდილოეთ კორეაც კი, ეს არის ერთი მხარე. მეორე მხარე ის არის, რომ მოდერნიზაციამ, როგორც ჩანს, სერიოზული საფრთხე შეუქმნა დიქტატურებს. ანუ ინტერნეტის გავრცელებამ, საერთაშორისო მედიის გაჩენამ, საერთაშორისო ორგანიზაციების გაჩენამ და ასე შემდეგ, ხალხს აჩვენა, რომ განსხვავებული ტიპის ცხოვრება არსებობს, დიქტატურები ამისთვის მზად არ იყვნენ, შეიძლება ჩრდილოეთ კორეა მოახერხა, რომ სრულად იზოლირებული ინტერნეტი ჰქონდეს და ასე შემდეგ, თუმცა უმრავლესობამ ეს ვერ მოახერხეს. შესაბამისად, მათ დაიწყეს რაც ერთგვარი მიმიკრია, ადაპტირება დაიწყეს დემოკრატიის სტანდარტებთან. ანუ გაიხადეს რაღაც სამხედრო ფორმა, ჩაიცვეს სმოკინგი, დაიწყეს მეგობრობა დასავლეთ სხვა პოლიტიკოსებთან, ლობისტები იქირავეს, ჩამოიყვანეს თავისი სახიობები, სპორტსმენები და ასე შემდეგ. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავი გაასაღონ თუ არა დემოკრატებად, შედარებით ცივილურ, შედარებით ადეკვატურ რეჟიმებად. და ეს რაღაც დონეზე გაუვიდათ კიდეც. ამის, ასე ვთქვათ, შემქმნელი პრაქტიკულად და მთავარი სულიშამდგელი იყო ლი კვან იუ სინგაპურში, რომელმაც რეალურად ავტორიტარული რეჟიმი შექმნა, თუმცა ძალიან წარმატებული ბევრ საკითხში, ანუ ეკონომიკურად განავითარა, ჩვენ გვახსოვს მიხეილ სააკაშვილიც აღრთოვანებული იყო ხოლმე სინგაპურიზაცია უნდა და საქართველოში